აუდიტის სამსახურისა და ნაციონალური მოძრაობის მიერ დამალული მმართველი გუნდის 5 უკანონო შემწირველის ვინაობა უკვე ცნობილია. პირები, რომლებიც აუდიტის სამსახურის მტკიცებით უკანონობისთვის დააჯარიმეს, თავად არ ფლობენ ინფორმაციას დააჯარიმების შესახებ. ვინ არიან ისინი და რეალურად დააჯარიმა თუ არა ნაციონალური მოძრაობის შემწირველები აუდიტის სამსახურმა? ერთ-ერთი მათგანი კასპში ცემენტის ქარხანაში მუშად მუშაობს. ბინა ბანკში აქვს ჩადებული და არის სოციალურად დაუცველი. უკიდურესად გაჭირებულ ადამიანს ნაციონალების საბანკო ანგარიშზე 55,000 ლარი აქვს გადარიცხული. მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის სამსახური და მისი თავმჯდომარე ლაშა თორდია ორ კვირაზე მეტია ნაციონალური მოძრაობის 5 უკანონო შემწირველის ვინაობას საგულდაგულოდ მალავს, ნეტგაზეთმა 5-ვე მათგანის იდენტიფიცირება მოახდინა. გურამ ბექაური, რომელმაც მმართველ პარტიას 55,000 ლარი შეწირა, სოციალურად დაუცველად არის დარეგისტრირებული. მისი საცხოვრებელი სახლი კი პროკრედიტ ბანკშია დაგირავებული. VTV სტუდიასთან საუბრისას ბექაური 2 კვირის წინ ამბობდა, რომ ნაციონალებისთვის გადარიცხული 55,000 ლარი სხვამ მისცა. კასპსა და ლაგოდეხში ჩასულ მეცხრე არხის გადამღებ ჯგუფს ნაციონალების შემწირველები შინარ დახვდნენ. გურამ ბექაურის, ილია ნონიაშვილის, ამირა ხამირახოვისა და ავთანდილ სულხანიშვილის ნაცვლად მათი ოჯახის წევრები და მეზობლები საუბრობენ. ფული მაგას არ არის. აი როგორც ვთქვათ, რომ კი მოქმედა სულებას, მაგრამ ფული არ აქვს. არაფერი აი რო თქვით, რომ გადარიცხა და გადმოსხა არ არსებობს. არაფერი. ბარა აქ იმას აგე სახლი არ ანახეთ. ზუსტად არ ვიცი, ვერ გეტყვით. ვიცი რაღაც თარი დასაქმებული და არ ვიცი. არ ვიცი. ჯარმა არაფერი არ მოვიდა. არ ვიცი. არ ვიცი, ჯარმა არაფერი არ მოვიდა. ანუ დააჯარიმეს და თუ გადაიხადეს, თუ იცით, ჯარიმა. თქვენი ოჯახის წევრია, მამა თქვენი. ხო, მაგრამ არაფერი არ ვიცი, რა გითხრა. მმართველი პარტიის კიდევ ერთი შემწირველი კობა ნასყიდაშვილი ახმეტის გამგებლის მოადგილის ვანო ნასყიდაშვილის ძმა აღმოჩნდა. ნასყიდაშვილების დედა ჟუჟუნა ნასყიდაშვილი ამბობს, რომ ყოჩაღიშვილი ჰყავს და ნაციონალებს ფული მართლაც გადაურიცხა. ჯარიმის შესახებ კი ინფორმაცია არ აქვს. დღე-დღე მუშაობს და აქ და ალბათ გადარიცხა, იმიტომ რომ უყარს ეგ პარტია. აუდიტის სამსახურის თავმჯდომარე ამბობს, რომ 5-ვე უკანონო შემწირველი დააჯარიმეს. შეკითხვაზე რატომ არ ასაჯაროებს აუდიტის სამსახური მათ ვინაობას და რატომ აიღეს ვებგვერდიდან შემწირველების მისამართები, ამბობს, რომ ეს ინფორმაცია ღია არც არასდროს ყოფილა. ჩვენ მისამართებს არ ვასაჯაროებთ, იმიტომ რომ ეს არის პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ცალკე არეგულირებს კანონმდებლობა, შესაბამისად ჩვენ არ გვაქვს იმის უფლებამოსილება, რომ განვასაჯაროოთ მათი მისამართები. ფაქტია, რომ საქართველოს კანონმდებლობა მხარს უჭერს ამ ინფორმაციის გასაჯაროებას და მის ვებგვერდზე გამოქვეყნებასაც კი. ეს არის პირდაპირ ჩანაწერი კანონში, ეს არ არის რაიმე ბუნდოვანი ნორმა. საქალაქო სასამართლოსა და ნაციონალურ მოძრაობაში მეცხრე არხის სატელეფონო ზარს არ უპასუხეს. შესაბამისად უცნობია 5-ვე შემწირველი სასამართლომ გადარიცხული თანხის 5 მაგიოდენობით დააჯარიმა თუ არა.